სიკვდილი არ არის დასასრული. არა შავი ხვრელის გულში. იქ, სადაც სივრცე და დრო კარგავენ ყოველგვარ მნიშვნელობას, სიკვდილი ხდება პროცესი, რომელიც გრძელდება მარადიულობაში, გაჭიმა, რომელსაც არ აქვს დასასრული, გარდაქმნა, რომელსაც არ აქვს საბოლოო ფორმა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეული იწყებს იჭიმებას არა სანტიმეტრებით, არამედ სინათლის წლებით, რომ თქვენი ატომები იშლებიან არა მტვრად, არამედ ენერგიის ძაფებად, რომლებიც ვრცელდებიან უსასრულობაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი აზრები, თითოეული მოგონება, თითოეული შეგრძნება იწყებენ გაჭიმას დროში, სანამ ერთი აზრი არ გრძელდება მილიარდობით წლის განმავლობაში. ეს არის რეალობა სინგულარობის მახლობლად, არა სწრაფი განადგურება, არამედ უსასრულო დაშლა, სადაც თქვენ კარგავთ არა მხოლოდ სხეულს, არამედ თავად კონცეფციას იმისა, თუ რას ნიშნავს იყო. რა ხდება, როცა მატერია აღარ არის მატერია? როცა დრო აღარ არის დრო? როცა თქვენ აღარ არის თქვენ, არამედ ხდება რაღაც სრულიად სხვა, რაღაც, ვისთვისაც ჩვენს ენას არ აქვს სიტყვები. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და გრძნობთ საწოლის სიმკვრივეს თქვენს ზურგქვეშ, თქვენ გრძნობთ იმავე ძალას, რომელიც შავი ხვრელის გულში ხდება აბსოლუტური. გრავიტაცია, ის უხილავი ხელი, რომელიც გიჭირავთ დედამიწაზე, არ არის რაღაც განსხვავებული იქ სინგულარობის მახლობლად. ის არის იგივე ძალა, მხოლოდ გაძლიერებული იმდენად, რომ ის აღარ უბრალოდ გიჭირავთ, ის გიშლით. ის გარდაქმნის თქვენს სხეულს, თქვენს ატომებს, თქვენს თავად არსებობას. მაგრამ სანამ ამ გარდაქმნას მიაღწევთ, რაღაც უფრო უცნაური ხდება, რაღაც, რაც ცვლის თქვენს აღქმას დროისა. როცა თქვენ ეცემით შავ ხვრელში, დრო თქვენს გარშემო იწყებს ჩქარობას. არა თქვენთვის თქვენი საათი, თქვენი გულისცემა, თქვენი აზრები გრძელდებიან ნორმალურად. მაგრამ გარე სამყარო იწყებს მოძრაობას სულ უფრო სწრაფად. ვარსკვლავები, რომლებსაც ხედავთ თქვენს გარშემო, იწყებენ სწრაფ ბრუნვას. ისინი იბადებიან და კვდებიან წამებში. გალაქტიკები ერთმანეთს ეჯახებიან და ერწყმიან როგორც ღრუბლები ქარში. სამყარო თავად იწყებს დაბერებას თქვენს თვალწინ. და თუ თქვენ შეძლებდით გადარჩენას საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, თუ თქვენი ცნობიერება შეძლებდა გაგრძელებას ამ ექსტრემალურ პირობებში, თქვენ დაინახავდით სამყაროს მომავალს, მის დასასრულს, ყველაფრის, რაც ოდესმე იქნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პარადოქსი შავი ხვრელების შესახებ. ისინი არიან არა მხოლოდ ადგილები სივრცეში, არამედ ადგილები დროში. ისინი არიან ხიდები წარსულსა და მომავალს შორის, ფანჯრები, რომლებიდანაც შეიძლება ნახოთ სამყაროს მთელი ისტორია ერთდროულად. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ უყურებთ საათს და ხედავთ, როგორ მოძრაობს ისრები, თქვენ ვარაუდობთ, რომ დრო მიედინება ერთნაირად ყველასთვის, ყველგან. მაგრამ ეს არ არის მართალი. დრო არის პირადი, ადგილობრივი, დამოკიდებული თქვენს მოძრაობაზე და გრავიტაციულ ველზე, რომელშიც იმყოფებით. ორი ადამიანი, რომლებიც მოძრაობენ განსხვავებული სიჩქარით, განიცდიან დროს განსხვავებულად. ერთისთვის შეიძლება გასულიყო 1 საათი, მეორისთვის 1 წელი. და ორივე იქნებოდა მართალი. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის პერსპექტივა, ხედვის წერტილი, საიდანაც რეალობა გამოიყურება სრულიად განსხვავებულად. მაგრამ რა არის შავი ხვრელი ნამდვილად? როგორ იბადება ის? და რატომ ის არის ყველაზე ექსტრემალური ობიექტი სამყაროში? პასუხი იწყება იქ, სადაც ვარსკვლავები კვდებიან, და ეს არის ისტორია არა მხოლოდ ფიზიკის, არამედ ადამიანური ამბიციის, შეცდომების და საბოლოოდ ჭეშმარიტების აღმოჩენის. 1915 წელს ალბერტ აინშტაინი იჯდა თავის კაბინეტში ბერნში, შვეიცარიაში და ცდილობდა გაეგო რაღაც, რაც მას აწუხებდა წლების განმავლობაში. ის იცოდა, რომ სინათლის სიჩქარე იყო კონსტანტა, 300,000 კილომეტრი წამში, ყოველთვის, ყველგან მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოძრაობდით. მაგრამ ეს ნიშნავდა რაღაც შეუძლებელს, ეს ნიშნავდა, რომ დრო და სივრცე უნდა იყვნენ ფარდობითი, დამოკიდებული თქვენს მოძრაობაზე. ის წერდა განტოლებებს, ათასობით განტოლებას, სანამ საბოლოოდ არ მიაღწია დასკვნამდე, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, დრო არ არის აბსოლუტური. ის არის განზომილება ისევე როგორც სივრცე და ის შეიძლება იჭიმებოდეს, იკუმშებოდეს, იხრებოდეს. ეს იყო რევოლუცია, არა მხოლოდ ფიზიკაში, არამედ ფილოსოფიაში. ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები თვლიდნენ, რომ დრო იყო უნივერსალური მდინარე, რომელიც მიედინებოდა ერთნაირად ყველასთვის, ყველგან. მაგრამ აინშტაინმა აჩვენა, რომ ეს არ იყო მართალი. დრო იყო პირადი, ადგილობრივი, დამოკიდებული თქვენს მოძრაობაზე და გრავიტაციულ ველზე, რომელშიც იმყოფებოდით. იმავე წელს გერმანელმა ფიზიკოსმა კარლ შვარცშილდმა, რომელიც იბრძოდა რუსულ ფრონტზე პირველი მსოფლიო ომის დროს, იპოვა ამონახსნი აინშტაინის განტოლებებისთვის, რომელიც აჩვენებდა, რომ შავი ხვრელები შეიძლება არსებობდნენ.
შვარცშილდი იჯდა თავის სამხედრო კარში, გარშემო იყო ომის ქაოსი, ჯარისკაცები კვდებოდნენ, ქვეყანა იშლებოდა და ის წერდა განტოლებებს, რომლებიც აღწერდნენ ყველაზე ექსტრემალურ ობიექტს სამყაროში. წარმოიდგინეთ ამ ადამიანს, ავად გაკინულ თხრილში, გარშემო სიკვდილი და განადგურება, და ის ფიქრობს არა გადარჩენაზე, არამედ სამყაროს ბუნებაზე. ის ფიქრობს იმაზე, რა ხდება, როცა სივრცე დრო იხრება იმდენად ძლიერად, რომ ქმნის რეგიონს, საიდან არაფერი, თუნდაც სინათლე, ვერ გაიქცევა. ის გარდაიცვალა რამდენიმე თვეში ავადმყოფობისგან, არასოდეს გაიგო, რომ მისი ამონახსნი გახდებოდა საფუძველი მთელი ახალი ასტროფიზიკის დარგისთვის. აინშტაინი უარყოფდა ამას. მას სჯეროდა, რომ ბუნება უნდა ჰქონოდა რაღაც მექანიზმი, რომელიც თავიდან აიცილებდა ასეთ ექსტრემალურ კოლაფსს. ღმერთი არ თამაშობს კამათელს სამყაროსთან, წერდა ის. მაგრამ სამყარო არ ითვალისწინებდა აინშტაინის პრეფერენციებს. 1930 წელს ახალგაზრდა მინდოელმა ფიზიკოსმა სუბრამანიან ჩანდრასეხარმა, რომელიც იყო მხოლოდ 19 წლის, გამოთვალა, რომ არსებობდა ლიმიტი. თუ ვარსკვლავის მასა აღემატებოდა დაახლოებით 1 მზის მასის 50%-ს, არაფერი ვერ შეაჩერებდა მის კოლაფსს სიკვდილის შემდეგ. ის უბრალოდ კოლაფსირდებოდა, სამუდამოდ, უსასრულოდ, სანამ არ გახდებოდა შავი ხვრელი. ჩანდრასეხარი გამოთვალა ამას გემზე, ინდოეთიდან ინგლისში მგზავრობისას. 15 დღის განმავლობაში, ინდოეთის ოკეანის შუაგულში, ის წერდა განტოლებებს ქაღალდზე და აღმოაჩინა რაღაც, რამაც შეცვალა ჩვენი გაგება სამყაროსი. მან აჩვენა, რომ ვარსკვლავების სიკვდილი არ არის ყოველთვის მშვიდი, ზოგჯერ ის არის კატასტროფული, ზოგჯერ ის არის აბსოლუტური. როცა ჩანდრასეხარმა წარადგინა თავისი აღმოჩენა კემბრიჯში, ერთ-ერთმა უდიდესმა ასტრონომმა, არტურ ედინგტონმა, საჯაროდ დაამცირა იგი. უნდა არსებობდეს ბუნების კანონი, რომელიც თავიდან აიცილებს ვარსკვლავის ასეთ აბსურდულ ქცევას, თქვა მან. მაგრამ ჩანდრასეხარი იყო მართალი. და 90 წლის შემდეგ მას მიენიჭა ნობელის პრემია ამ აღმოჩენისთვის, რომელიც აჩვენებდა, რომ შავი ხვრელები არ არის მათემატიკური კურიოზი, არამედ არის გარდაუვალი შედეგი ბუნების კანონებისა. ყოველ ღამე, როცა უყურებთ ცას და ხედავთ ვარსკვლავებს, თქვენ ხედავთ ბრძოლას გრავიტაციასა და ზეწოლას შორის, ბრძოლას კოლაფსსა და სტაბილურობას შორის. ყოველი ვარსკვლავი არის ბირთვული ღუმელი, სადაც ატომები ერწყმიან ერთმანეთს, ქმნიან ენერგიას, რომელიც აწევს გარეთ და აბალანსებს გრავიტაციას, რომელიც ზეწოლას ახდენს შიგნით. ეს ბალანსი გრძელდება მილიონობით ან მილიარდობით წლის განმავლობაში. მაგრამ ის არ გრძელდება სამუდამოდ. როცა საწვავი ამოიწურება, ბრძოლა მთავრდება. გრავიტაცია იგებს. და ის, რაც ხდება შემდეგ, არის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა სამყაროში. თუ ვარსკვლავი არის საკმარისად მძიმე, დაახლოებით 20 ან მეტი მზის მასა, მისი ბირთვი იკუმშება წამებში. წარმოიდგინეთ ობიექტი, რომელიც არის ჩვენი მზის ზომის 10 გზა და ის იკუმშება ქალაქის ზომამდე 1 წამზე ნაკლებ დროში. ეს კოლაფსი არის იმდენად სწრაფი, იმდენად ძლიერი, რომ ის ქმნის შოკურ ტალღას, რომელიც აფეთქებს ვარსკვლავის გარეფენებს, სუპერნოვა, აფეთქება, რომელიც 1 თვის განმავლობაში ანათებს მთელ გალაქტიკას. მაგრამ რაც რჩება ცენტრში არის რაღაც უფრო საშინელი, ბირთვი, რომელიც აგრძელებს კუმშვას, აგრძელებს კოლაფსს, სანამ არ გახდება შავი ხვრელი. ეს პროცესი არ არის უბრალოდ ფიზიკური, ის არის ფილოსოფიური. ის არის მომენტი, როცა მატერია კარგავს თავის იდენტობას, როცა ატომები, რომლებიც შედგებიან ელექტრონებისგან, პროტონებისგან, ნეიტრონებისგან, იშლებიან და გარდაიქმნებიან რაღაც სხვად. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს. მაგრამ რა არის შავი ხვრელი ნამდვილად? როგორ მუშაობს ის? და რატომ ის არის იმდენად ექსტრემალური? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მუშაობს სივრცე-დრო და აქ ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი გზით ფიქრი რეალობაზე. წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის უზარმაზარი გაჭიმული ქსოვილი, არა მეტაფორა, არამედ რეალური ქსოვილი, რომელსაც აქვს ტექსტურა, სიმკვრივე, ელასტიურობა. ყოველი ობიექტი, პლანეტა, ვარსკვლავი, თქვენ, არის ბურთი, რომელიც დევს ამ ქსოვილზე. რაც უფრო მძიმეა ბურთი, მით უფრო ღრმად იხრება ქსოვილი. დედამიწა ხრის სივრცე-დროს ოდნავ, ის ქმნის პატარა ძირს. მზე ხრის მას უფრო ძლიერად, უფრო ღრმა ძირი. მაგრამ შავი ხვრელი ხრის სივრცე-დროს იმდენად ძლიერად, რომ ქმნის უსასრულო სიღრმის ჭაბურღილს, რომელსაც არ აქვს ფსკერი. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ისვრით ბურთს ჰაერში, თქვენ ებრძვით ამ გახრას. ბურთი მოძრაობს არა იმიტომ, რომ რაღაც იზიდავს მას ქვემოთ, არამედ იმიტომ, რომ ის მოძრაობს გახრილ სივრცეში. ის მიჰყვება გეომეტრიას, რომელიც დედამიწამ შექმნა.
ეს არის აინშტაინის დიდი გაკვირვება. გრავიტაცია არ არის ძალა, ის არის გეომეტრია. ის არის ფორმა, რომელიც სივრცე-დროს აქვს. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად გასაოცარია, ეს გეომეტრია არ არის სტატიკური. ის არის დინამიური, ცოცხალი, რეაგირებს მატერიაზე და ენერგიაზე. როცა ობიექტი მოძრაობს, ის ქმნის ტალღებს სივრცე-დროში, გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც ვრცელდებიან სინათლის სიჩქარით. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ მოძრაობთ, როცა ასწევთ ხელს, როცა სიარულობთ, როცა სუნთქავთ, თქვენ ქმნით გრავიტაციულ ტალღებს. ისინი არიან უსაზღვროდ პატარა, უსაზღვროდ სუსტი, მაგრამ ისინი არსებობენ. თქვენი მოძრაობა ხრის სივრცე-დროს თქვენს გარშემო, ქმნის პატარა ტალღებს, რომლებიც ვრცელდებიან სამყაროში. ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო ნაწილი სამყაროსი, არა უბრალოდ იყო მასში, არამედ იყო მასთან დაკავშირებული, იყო მის ნაწილი, იყო რაღაც, რაც ახდენს გავლენას მასზე. მაგრამ შავი ხვრელის მახლობლად ეს გავლენა ხდება ექსტრემალური. სივრცე-დრო იხრება იმდენად ძლიერად, რომ ის ქმნის არა უბრალოდ ძირს, არამედ უფსკრულს, ადგილს, სადაც გეომეტრია თავად იშლება. და აქ იწყება ის, რაც ნამდვილად საიდუმლოებრივია, ჰორიზონტი. ჰორიზონტი არ არის ფიზიკური ზედაპირი. თუ თქვენ გადაკვეთავთ მას, თქვენ ვერაფერს შეამჩნევთ უჩვეულოს, არა კედელს, არა ბარიერს, არაფერს. ის არის უბრალოდ მათემატიკური საზღვარი, წერტილი, საიდან დაბრუნება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცურავთ მდინარეში. თუ დინება არის საკმარისად ძლიერი, არსებობს წერტილი, საიდან თქვენ ვერ შეძლებთ უკან ცურვას, რამდენიც არ უნდა ეცადოთ. ჰორიზონტი არის ეს წერტილი, მაგრამ არა წყალში, არამედ თავად სივრცე-დროში. დინება, რომელიც გიზიდავთ, არ არის რაღაც, რაც მოძრაობს სივრცეში, ის არის თავად სივრცის მოძრაობა, სივრცისცემა სინგულარობისკენ. და აქ არის ყველაზე ღრმა ფილოსოფიური იდეა, ჰორიზონტის მიღმა, სივრცისა და დროის როლები იცვლება. რადიალური მიმართულება სინგულარობისკენ, აღარ არის სივრცის მიმართულება. ის ხდება დროის მიმართულება. სინგულარობა არ არის ადგილი, სადაც თქვენ მიხვალთ, ის არის მომენტი, რომელიც მოდის. ის არის თქვენი მომავალი, გარდაუვალი, როგორც ხვალინდელი დღე. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ, თქვენ იღვიძებთ იმიტომ, რომ დროს აქვს მიმართულება. თქვენი გულისცემს, თქვენი უჯრედები იყოფიან, თქვენი აზრები ჩნდებიან და ქრებიან, ყველაფერი ეს ხდება იმიტომ, რომ დრო მიედინება წინ, წარსულიდან მომავლისკენ. მაგრამ ჰორიზონტის მიღმა, ეს მიმართულება იცვლება. დრო აღარ მიუთითებს მომავლისკენ, ის მიუთითებს სინგულარობისკენ. და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ხდება თქვენთან, ყველაფერი, რასაც განიცდით, არის არა მოძრაობა სივრცეში, არამედ მოძრაობა დასასრულისკენ, რომელიც არ არის არჩევანი, არამედ არის გეომეტრია, არის თავად სივრცე-დროის სტრუქტურა. ეს არის ის, რაც ნიშნავს დროის დასასრული, არა მეტაფორა, არამედ ლიტერალური აღწერა. სინგულარობაში დრო თავად სრულდება. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს, კითხვა იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა რეალობა აღწევს თავის აბსოლუტურ ლიმიტს. მაგრამ რა ხდება, როცა თქვენ რეალურად გადაკვეთავთ ამ საზღვარს? როცა თქვენი სხეული, თქვენი ატომები, თქვენი ცნობიერება შედის იმ რეგიონში, სადაც თავად გეომეტრია ხდება მტრული. აქ იწყება ის, რაც ფიზიკოსები უწოდებენ სპაგეტიფიკაციას, სიტყვა, რომელიც ჟღერს თითქმის კომიკურად, მაგრამ აღწერს ერთ-ერთ ყველაზე საშინელ პროცესს, რომელსაც შეიძლება განიცადოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეცემით შავ ხვრელში ფეხებით წინ. თქვენი ფეხები არიან ოდნავ უფრო ახლო სინგულარობასთან, ვიდრე თქვენი თავი. და ეს ნიშნავს, რომ ისინი განიცდიან უფრო ძლიერ გრავიტაციულ ძალას. განსხვავება არ არის მცირე, ის არის კატასტროფული. თქვენი ფეხები იწყებენ გაჭიმას ქვემოთ, თქვენი სხეული იჭიმება როგორც რეზინის ზოლი, სანამ არ გახდება უსასრულოდ თხელი ძაფი. ეს არის არა მეტაფორა. ეს არის ლიტერალური აღწერა იმისა, რაც ხდება თქვენს ატომებთან. გრავიტაციული გრადიენტი, განსხვავება ძალაში თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შორის ხდება იმდენად ძლიერი, რომ ის იწყებს თქვენი მოლეკულების გაჭიმას. თქვენი ძვლები, თქვენი კუნთები, თქვენი ნერვები, ყველაფერი იჭიმება, იშლება, გარდაიქმნება ატომების ნაკადად, რომელიც მიედინება სინგულარობისკენ, როგორც წყალი ჩანჩქერში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იჭიმებით დილით, თქვენი კუნთები განიცდიან მცირე დაძაბულობას, მცირე გაჭიმას, რომელიც აღადგენს მათ ელასტიურობას. მაგრამ შავი ხვრელის გულში ეს გაჭიმვა არ არის მცირე. ის არის აბსოლუტური. თქვენი ატომები იჭიმებიან არა მილიმეტრებით, არამედ კილომეტრებით, შემდეგ ათასობით კილომეტრით, შემდეგ სინათლის წლებით. და ეს პროცესი არ ჩერდება.
ის გრძელდება, სანამ თქვენ არ გახდებით არა სხეული, არამედ ენერგიის ძაფი, რომელიც ვრცელდება უსასრულობაში. მაგრამ აქ არის რაღაც უფრო უცნაური. ამ პროცესის დროს თქვენი აღქმა დროისა იცვლება რადიკალურად. თქვენთვის თქვენი საკუთარი საათით, თქვენი საკუთარი ცნობიერებით, ეს პროცესი შეიძლება გრძელდებოდეს წამებში ან წუთებში. მაგრამ გარე სამყაროსთვის, თქვენ გაკინული ხართ დროში. თქვენი მოძრაობა ნელდება, სანამ არ ჩერდება სრულიად. თქვენ ხდებით ქანდაკება ჰორიზონტზე, ქანდაკება, რომელიც არასოდეს გადაკვეთს საზღვარს, არასოდეს მიაღწევს სინგულარობას, არასოდეს დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პარადოქსი შავი ხვრელების შესახებ, ორი სხვადასხვა რეალობა, ორი სხვადასხვა ჭეშმარიტება, რომლებიც არსებობენ ერთდროულად. თქვენთვის, თქვენ გადაკვეთავთ ჰორიზონტს და მიაღწევთ სინგულარობას. მაგრამ გარე დამკვირვებლისთვის, თქვენ არასოდეს გადაკვეთავთ, თქვენ რჩებით გაკინული ჰორიზონტზე მარადიულობაში. ორივე პერსპექტივა არის მართალი. ორივე არის რეალური. და ეს არის ის, რაც ნიშნავს იყო სამყაროში, სადაც დრო არის ფარდობითი, სადაც რეალობა თავად დამოკიდებულია თქვენს პერსპექტივაზე. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ უყურებთ ფოტოს წარსულიდან, თქვენ ხედავთ მომენტს, რომელიც გაკინულია დროში, მომენტს, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ რომელიც შენახულია სინათლეში, ინფორმაციაში. შავი ხვრელის ჰორიზონტი არის ამის ექსტრემალური ვერსია, ის არის ზედაპირი, სადაც ყველა მომენტი, ყველა ობიექტი, რომელიც ოდესმე შევიდა, რჩება გაკინული, შენახული, ხილული გარედან მარადიულობაში. მაგრამ რა ხდება, როცა თქვენ რეალურად მიაღწევთ სინგულარობას? როცა თქვენი ატომები, თქვენი ენერგია, თქვენი ინფორმაცია აღწევს იმ წერტილს, სადაც სივრცე დროს აქვს უსასრულო გახრა? აქ ჩვენი განტოლებები იშლებიან. აქ ფიზიკა თავად კარგავს მნიშვნელობას. სინგულარობა არ არის ადგილი, ის არის მათემატიკური უსასრულობა, წერტილი, სადაც ყველა ჩვენი თეორია, ყველა ჩვენი გაგება, ყველა ჩვენი ენა ჩერდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაყოთ რიცხვი ნულზე. მათემატიკა გეუბნებათ, რომ ეს შეუძლებელია, შედეგი არის უსასრულობა რაღაც, რაც არ არის რიცხვი, არამედ არის კონცეფტის საზღვარი, რომელსაც ვერ მიაღწევთ. სინგულარობა არის ფიზიკური ეკვივალენტი ამისა, ის არის ადგილი, სადაც სიმკვრივე ხდება უსასრულო, სადაც გრავიტაციული ძალა ხდება უსასრულო, სადაც თავად სივრცე-დრო იშლება უსასრულო პატარა წერტილად. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად გასაოცარია, ჩვენ არ ვიცით რა ხდება სინგულარობაში. ჩვენი თეორიები, ზოგადი ფარდობითობა, რომელიც აღწერს გრავიტაციას და კვანტური მექანიკა, რომელიც აღწერს ატომებს, ორივე იშლება იქ. ისინი იძლევიან სხვადასხვა პასუხებს, წინააღმდეგობრივ პასუხებს, შეუძლებელ პასუხებს. და ეს ნიშნავს, რომ სინგულარობა არ არის მხოლოდ ფიზიკური საიდუმლოება, ის არის ფილოსოფიური საიდუმლოება, კითხვა იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა რეალობა აღწევს თავის აბსოლუტურ ლიმიტს. ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ სინგულარობა არ არსებობს, რომ კვანტური ეფექტები, რომლებსაც ჩვენ ჯერ არ ვესმით, თავიდან აიცილებენ უსასრულო კოლაფსს. ისინი თვლიან, რომ არსებობს მინიმალური ზომა, მინიმალური მასშტაბი, რომელზე ნაკლებიც მატერია ვერ იკუმშება. სხვები თვლიან, რომ სინგულარობა არის რეალური, მაგრამ რომ ის არის კარიბჭე სხვა სამყაროსკენ, სხვა განზომილებისკენ, სხვა რეალობისკენ. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ხსნით კარს და შედიხართ ახალ ოთახში, თქვენ გადადიხართ საზღვარს ერთ სივრცესა და მეორეს შორის. მაგრამ ოთახის მეორე მხარეს, ფიზიკის კანონები იგივე რჩება. სინგულარობა შეიძლება იყოს კარი, სადაც ეს კანონები იცვლება, სადაც რეალობა თავად ხდება რაღაც სხვა რაღაც, რისთვისაც ჩვენს ენას არ აქვს სიტყვები, ჩვენს მათემატიკას არ აქვს სიმბოლოები. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი იდეა, რომელიც არის უფრო რადიკალური, უფრო ღრმა, უფრო შემაშფოთებელი. ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ სინგულარობა არ არის ადგილი, არც მომენტი, ის არის ინფორმაციის დასასრული. ყველაფერი, რაც თქვენ იყავით, თქვენი მოგონებები, თქვენი აზრები, თქვენი იდენტობა, არის ინფორმაცია, ენკოდირებული თქვენი ატომების კონფიგურაციაში. და როცა ეს ატომები შედიან სინგულარობაში, ეს ინფორმაცია იშლება, იკარგება, ქრება სამყაროდან. ან იქნება არა. იქნებ ის რჩება, არა სინგულარობაში, არამედ ჰორიზონტზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იდეა თანამედროვე ფიზიკაში, ჰოლოგრაფიული პრინციპი. იდეა, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც შედის შავ ხვრელში, რჩება ენკოდირებული ჰორიზონტის ზედაპირზე, არა სამგანზომილებიან ფორმაში, არამედ ორგანზომილებიან ფორმაში, როგორც ჰოლოგრამა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მთელი სხეული, თქვენი მთელი ცხოვრება, თქვენი მთელი რეალობა არის სამგანზომილებიანი პროექცია ორგანზომილებიანი ინფორმაციისა. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ ეს არის სერიოზული მათემატიკური იდეა, რომელიც გამომდინარეობს შავი ხვრელების თერმოდინამიკიდან.
თუ ეს მართალია, მაშინ სინგულარობა არ არის დასასრული, ის არის ტრანსფორმაცია, გარდაქმნა ერთი ფორმის ინფორმაციისა მეორეში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ უყურებთ სარკეს და ხედავთ თქვენს ასახვას, თქვენ ხედავთ ორგანზომილებიან პროექციას სამგანზომილებიანი ობიექტისა, თქვენი სახე დაპროექტებული ბრტყელ ზედაპირზე. ჰოლოგრაფიული პრინციპი ამბობს, რომ მთელი სამყარო შეიძლება იყოს ამის ექსტრემალური ვერსია, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, გრძნობთ, ვიცით, არის პროექცია ინფორმაციისა, რომელიც ცხოვრობს უფრო დაბალ განზომილებაში. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს, კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა ნამდვილად, მატერია თუ ინფორმაცია, სუბსტანცია თუ სტრუქტურა. მაგრამ შავი ხვრელები არ არიან იზოლირებული ობიექტები. ისინი არიან დაკავშირებული ყველაფერთან, ვარსკვლავებთან, galaktikებთან, თავად სამყაროს ევოლუციასთან. და აქ იწყება ის, რაც ნამდვილად გასაოცარია, შავი ხვრელები არ არის მხოლოდ განადგურების ძალები, ისინი არიან შექმნის ძალები. ისინი არიან არქიტექტორები, რომლებიც აყალიბებენ galaktikებს, აყალიბებენ ვარსკვლავების ფორმირებას, აყალიბებენ თავად სამყაროს სტრუქტურას. წარმოიდგინეთ galaktika, მილიარდობით ვარსკვლავი, რომლებიც ბრუნავენ საერთო ცენტრის გარშემო. რა ინახავს მათ ერთად? რა აძლევს galaktikas მის ფორმას, მის სტრუქტურას, მის სტაბილურობას? პასუხი ბევრ შემთხვევაში არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა არის მილიონობით ან მილიარდობით მზის მასა, რომელიც იმყოფება galaktikis ცენტრში და მართავს მის მოძრაობას. ჩვენი საკუთარი galaktika რძის გზა, აქვს ასეთი შავი ხვრელი მის გულში, ობიექტი, რომელსაც ასტრონომები უწოდებენ Sagittarius-ა, რომლის მასა არის დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა. ეს შავი ხვრელი არ არის უბრალოდ ობიექტი ცენტრში, ის არის დირიჟორი, რომელიც აკონტროლებს galaktikis სიმფონიას. ვარსკვლავები, რომლებიც ბრუნავენ მის გარშემო, მოძრაობენ სიჩქარით, რომელიც აღწევს ათასობით კილომეტრს წამში, სიჩქარე, რომელიც არის იმდენად ექსტრემალური, რომ ის ამჟღავნებს შავი ხვრელის არსებობას. ყოველ ღამე, როცა უყურებთ ცას და ხედავთ რძის გზის ზოლს, ის ბუნდოვანი სინათლის ნაკადი, რომელიც კვეთს ცას, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ ვარსკვლავებს, არამედ სტრუქტურას, რომელიც ორგანიზებულია შავი ხვრელის გარშემო. თქვენ ხედავთ galaktikas, რომელიც ცოცხლობს სუნთქავს, ვითარდება იმის გამო, რომ მის გულში არის ობიექტი, რომელიც არის იმდენად ძლიერი, რომ ის აყალიბებს მილიარდობით ვარსკვლავის ბედს. მაგრამ შავი ხვრელები არ არიან მხოლოდ პასიური ცენტრები. ისინი არიან აქტიური, ძლიერი, ძალადობრივი. როცა მატერია ეცემა შავ ხვრელში, ის არ ეცემა უშუალოდ, ის ქმნის აკრეციულ დისკს, სპირალურ სტრუქტურას გაზისა და მტვრისა, რომელიც ბრუნავს შავი ხვრელის გარშემო სინათლის სიჩქარის მნიშვნელოვან ნაწილზე. ეს დისკი ხდება იმდენად ცხელი, მილიონობით გრადუსი, რომ ის იწყებს გამოსხივებას რენტგენის სხივებში, გამასხივებში, ყველაზე ენერგიულ ფორმებში სინათლისა. წარმოიდგინეთ ტაბახი, რომელიც ბრუნავს სულ უფრო სწრაფად, სანამ მისი კიდეები არ იწყებენ ნათებას ხახუნისგან. აკრეციული დისკი არის ამის ექსტრემალური ვერსია, ის არის სტრუქტურა, რომელიც ბრუნავს იმდენად სწრაფად, რომ ის გარდა იქნება ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ობიექტად სამყაროში. ზოგიერთი შავი ხვრელი, ის, რომელსაც უწოდებენ კვაზარებს, არის იმდენად კაშკაშა, რომ ისინი ანათებენ მთელ galaktikებს, ხილულები არიან მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ანთებთ ცეცხლს და ხედავთ, როგორ ნათდება ხის ნაჭერი, თქვენ ხედავთ ენერგიის გარდაქმნას, ქიმიური ენერგია ხდება სითბო და სინათლე. აკრეციული დისკი არის ამის ექსტრემალური ვერსია, გრავიტაციული ენერგია, რომელიც გარდაიქმნება სინათლეთ, ენერგია, რომელიც არის იმდენად ინტენსიური, რომ ის შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელ galaktikაზე. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. ზოგიერთი შავი ხვრელი არ უბრალოდ ხლაპავს მატერიას, ისინი ასხურებენ მას უკან. ისინი ქმნიან ჯეტებს, უზარმაზარ ნაკადებს მატერიისა და ენერგიისა, რომლებიც ისროლებიან შავი ხვრელის პოლუსებიდან თითქმის სინათლის სიჩქარით. ეს ჯეტები შეიძლება გაიჭიმოს ათასობით სინათლის წლის მანძილზე, გაჭრას galaktikებს, შექმნას ახალი ვარსკვლავები, აყალიბოს სამყაროს სტრუქტურა. წარმოიდგინეთ ფონტანი, წყალი, რომელიც ისროლება ზევით ზეწოლის ძალით. ჯეტები არის ამის კოსმიური ვერსია, მაგნიტური ველები, რომლებიც ხვეულობენ აკრეციულ დისკს, აყალიბებენ მატერიას ვიწრო სხივებად და ისროლებენ მას კოსმოსში. ეს პროცესი არის იმდენად ძლიერი, რომ ერთი ჯეტი შეიძლება გამოსხივებდეს მეტ ენერგიას, ვიდრე მილიარდობით ვარსკვლავი ერთდროულად. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ხედავთ წვიმის შემდეგ ცაშიცის რკალს, თქვენ ხედავთ სინათლის გარდაქმნას, სინათლე, რომელიც გადის წყლის წვეთებში და იყოფა ფერებად. ჯეტები არის ამის ექსტრემალური ვერსია, ენერგია, რომელიც გარდაიქმნება მატერია, რომელიც გარდაიქმნება სინათლე, რომელიც აყალიბებს galaktikებს.
და აქ არის ყველაზე ღრმა იდეა, შავი ხვრელები არ არის მხოლოდ დასასრული, ისინი არიან დასაწყისი. ისინი არიან ადგილები, სადაც ძველი მატერია იშლება და ახალი სტრუქტურები იბადებიან. ისინი არიან ძალები, რომლებიც აკავშირებენ სიკვდილსა და ცხოვრებას, განადგურებასა და შექმნას, დასასრულსა და დასაწყისს. ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ შავი ხვრელები შეიძლება იყვნენ თესლები ახალი სამყაროებისა. იდეა, რომ სინგულარობის მიღმა, სადაც ჩვენი სივრცე-დრო სრულდება, შეიძლება იწყებოდეს ახალი სივრცე-დრო, ახალი სამყარო, ახალი ფიზიკის კანონები, ახალი რეალობა. ეს იდეა, რომელსაც უწოდებენ კოსმოლოგიურ ბუნებრივ გადარჩევას, ვარაუდობს, რომ სამყაროები იბადებიან შავი ხვრელების შიგნით და რომ ჩვენი საკუთარი სამყარო შეიძლება იყოს შედეგი ასეთი პროცესისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ შავი ხვრელის შიგნით, რომელიც არსებობს სხვა, უფრო დიდ სამყაროში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ხედავთ ხეს, რომელიც იზრდება თესლიდან, თქვენ ხედავთ ციკლს, დასასრული, რომელიც ხდება დასაწყისი, სიკვდილი, რომელიც ხდება ცხოვრება. შავი ხვრელები შეიძლება იყვნენ ამის კოსმიური ვერსია, ადგილები, სადაც ძველი სამყაროები კვდებიან და ახალი სამყაროები იბადებიან, სადაც დასასრული არ არის დასასრული, არამედ არის ტრანსფორმაცია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კავშირი, რომელიც არის უფრო პირადი, უფრო ინტიმური. შავი ხვრელები არიან დაკავშირებული თქვენთან, თქვენს სხეულთან, თქვენს ატომებთან, თქვენს არსებობასთან. ყოველი ატომი თქვენს სხეულში, ნახშირბადი თქვენს ძვლებში, რკინა თქვენს სისხლში, კალციუმი თქვენს კბილებში, შეიქმნა ვარსკვლავის გულში. ეს ატომები იყვნენ ნაწილი ვარსკვლავისა, რომელიც ცხოვრობდა მილიარდობით წლის განმავლობაში, შემდეგ აფეთქდა სუპერნოვაში, გაფანტა კოსმოსში და საბოლოოდ შეიკრიბა ახალ პლანეტაზე, დედამიწაზე. თქვენ ხართ ვარსკვლავის მტვერი. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ლიტერალური ჭეშმარიტება. თქვენი სხეული შედგება ელემენტებისგან, რომლებიც შეიქმნა ბირთვულ ღუმელში, რომელიც არსებობდა მილიარდობით წლის წინ, სადღაც სამყაროში. და ზოგიერთი ეს ელემენტი, ყველაზე მძიმე ელემენტები, როგორიცაა ოქრო, ურანი, პლატინა, შეიქმნა არა ვარსკვლავებში, არამედ უფრო ექსტრემალურ პირობებში, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებაში, სუპერნოვების აფეთქებებში, შავი ხვრელების ფორმირებაში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ატარებთ ოქროს ბეჭედს ან უყურებთ ოქროს საათს, თქვენ ატარებთ ატომებს, რომლებიც შეიქმნა ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ მოვლენაში სამყაროში, მოვლენაში, რომელიც იყო იმდენად ენერგიული, რომ მან შექმნა ელემენტები, რომლებიც ვერ შეიქმნებოდნენ ვარსკვლავების ჩვეულებრივ ცხოვრებაში. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს, კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ არის დაკავშირებული ყველაფერი, ვარსკვლავები და ატომები, გალაქტიკები და სხეულები, დასაწყისი და დასასრული. და ეს კავშირი არ არის მხოლოდ ისტორიული, ის არის მიმდინარე. ყოველ წამს თქვენი სხეული იცვლება. თქვენი უჯრედები კვდებიან და იბადებიან, თქვენი ატომები იცვლებიან, თქვენი მოლეკულები რეორგანიზდებიან. თქვენ არ ხართ სტატიკური ობიექტი, თქვენ ხართ პროცესი, ნაკადი, ტრანსფორმაცია. და ეს პროცესი არის იგივე პროცესი, რომელიც ხდება შავი ხვრელის გულში, გარდაქმნა ერთი ფორმის მატერიისა მეორეში, ერთი სახის ენერგიისა მეორეში, ერთი სახის არსებობისა მეორეში. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და გრძნობთ თქვენს სხეულს, თქვენს სუნთქვას, თქვენს გულისცემას, თქვენ გრძნობთ იმავე ძალებს, რომლებიც აყალიბებენ შავ ხვრელებს, გრავიტაციას, რომელიც გიჭირავთ დედამიწაზე, ელექტრომაგნიტურ ძალებს, რომლებიც ინახავენ თქვენს ატომებს ერთად, კვანტურ პროცესებს, რომლებიც აძლევენ თქვენს უჯრედებს ენერგიას. თქვენ არ ხართ განცალკევებული სამყაროდან, თქვენ ხართ მისი ნაწილი, მისი გამოხატულება, მისი გზა საკუთარი თავის გაგებისა. და შავი ხვრელები არიან ამის ექსტრემალური გამოხატულება, ადგილები, სადაც სამყარო იკვლევს თავის საკუთარ ლიმიტებს, სადაც რეალობა აღწევს თავის აბსოლუტურ საზღვრებს, სადაც ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ, ყველაფერი, რაც შეიძლება იყოს, ხდება კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს, კითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამთ საკუთარ თავს, კითხვა, რომელსაც შეიძლება არასოდეს ჰქონდეს საბოლოო პასუხი, მაგრამ რომლის დასმა არის თავად არსებობის აზრი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, რაღაც, რაც აერთიანებს ყველაფერს. რაზეც ვისაუბრეთ, ერთ უნივერსალურ პრინციპში? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მთის მწვერვალზე და უყურებთ ქვემოთ ველს. თქვენ ხედავთ მდინარეებს, რომლებიც მიედინებიან ქვემოთ, ხეებს, რომლებიც იზრდებიან ზევით, ქარს, რომელიც ქრის ღრუბლებს. ყველა ეს პროცესი გამოიყურება განსხვავებულად, მაგრამ ყველა მათგანი ემორჩილება ერთსა და იმავე ფუნდამენტურ კანონს, გრავიტაციას, ენერგიის კონსერვაციას, ენტროპიის ზრდას. შავი ხვრელი არის ამ კანონების ექსტრემალური გამოხატულება, ადგილი, სადაც ისინი ხდებიან აბსოლუტური, სადაც ისინი ამჟღავნებენ თავიანთ ნამდვილ ბუნებას. მაგრამ ეს კანონები მუშაობენ ყველგან, თქვენს სამზარეულოში, როცა ადუღებთ წყალს, თქვენს ბაღში, როცა თესავთ თესლს, თქვენს გულში, როცა სცემს.
ყოველი პროცესი, რომელსაც ხედავთ, არის ვარიაცია იმავე თემაზე: ენერგიის გარდაქმნა, სტრუქტურის ფორმირება, ინფორმაციის გადაცემა. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ ეს პრინციპები არ არის ადგილობრივი, ისინი არიან უნივერსალური, ფუნდამენტური, გარდაუვალი. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ხედავთ, როგორ იშლება ყინული წყლად, თქვენ ხედავთ ფაზურ გარდამავალს, მომენტს, როცა მატერია იცვლის თავის სტრუქტურას, მაგრამ არა თავის არსს. ატომები რჩებიან იგივე, მაგრამ მათი ორგანიზაცია იცვლება. შავი ხვრელის ჰორიზონტი არის ამის ექსტრემალური ვერსია, საზღვარი, სადაც სივრცე დრო თავად გადის ფაზურ გარდამავალში, სადაც გეომეტრია იცვლის თავის ბუნებას. მაგრამ პრინციპი იგივეა: ტრანსფორმაცია, არა განადგურება. ჩვენ ვისაუბრეთ სპაგეტიფიკაციაზე, როგორ იჭიმება სხეული შავი ხვრელში. მაგრამ ეს იგივე პროცესია, რომელსაც ხედავთ, როცა იჭიმებით რეზინის ზოლს, განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია. ატომური ბმები, რომლებიც ინახავენ თქვენს მოლეკულებს ერთად, არიან ელექტრომაგნიტური ძალები. გრავიტაციული ძალები შავი ხვრელის მახლობლად ხდებიან, იმდენად ძლიერი, რომ ისინი აჭარბებენ ამ ბმებს. მაგრამ პრინციპი იგივეა: კონკურენცია ძალებს შორის, ბრძოლა სტაბილურობასა და ცვლილებას შორის. ყოველ დღე თქვენი სხეული აწარმოებს ამ ბრძოლას, თქვენი იმუნური სისტემა ებრძვის ინფექციებს, თქვენი უჯრედები აღადგენენ დაზიანებებს, თქვენი გენები ინარჩუნებენ სტაბილურობას მუტაციების წინააღმდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ დროის შენელებაზე, როგორ გაკინულ ხართ ჰორიზონტზე გარედამკვირვებლისთვის. მაგრამ ეს იგივე ეფექტია, რომელსაც განიცდით, როცა მოძრაობთ სწრაფად, სპეციალური ფარდობითობის დროის დილატაცია. თუ თქვენ იფრენთ თვითმფრინავით, თქვენი საათი მოძრაობს ოდნავ უფრო ნელა, ვიდრე დედამიწაზე დარჩენილი ადამიანის საათი. განსხვავება არის მიკროწამები, მაგრამ ის რეალურია, გაზომვადია. შავი ხვრელი უბრალოდ აძლიერებს ამ ეფექტს უსასრულობამდე. პრინციპი იგივეა: დრო არის ფარდობითი, დამოკიდებული მოძრაობაზე და გრავიტაციაზე. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ჩქარობთ შეხვედრაზე და გრძნობთ, რომ დრო გაფრინდა, ან როცა მოსაწყენ შეხვედრაზე გრძნობთ, რომ დრო გაჩერდა, თქვენ განიცდით სუბიექტურ დროს, რომელიც დამოკიდებულია თქვენს აღქმაზე. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ ეს სუბიექტურობა არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური, ის არის ფიზიკური, ფუნდამენტური. ჩვენ ვისაუბრეთ ჰოლოგრაფიულ პრინციპზე, იდეაზე, რომ ინფორმაცია ენკოდირებულია ჰორიზონტის ზედაპირზე. მაგრამ ეს იგივე პრინციპია, რომელსაც იყენებთ, როცა ინახავთ ფოტოს სამგანზომილებიანი სცენა, დაპროექტებული ორგანზომილებიან ქაღალდზე. ან როცა უყურებთ ტელევიზორს სამგანზომილებიანი რეალობა, წარმოდგენილი ბრტყელ ეკრანზე. თქვენი ტვინი აკეთებს ამას მუდმივად, იღებს ორგანზომილებიან სურათს თქვენი თვალის ბადურიდან და აშენებს სამგანზომილებიან მოდელს სამყაროსი. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ ეს პრინციპი შეიძლება იყოს უფრო ფუნდამენტური, რომ თავად რეალობა შეიძლება იყოს პროექცია, ჰოლოგრამა, ინფორმაცია, ენკოდირებული უფრო დაბალ განზომილებაში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ კითხულობთ წიგნს, თქვენ გარდაქმნით ორგანზომილებიან სიმბოლოებს, ასოებს გვერდზე, სამგანზომილებიან სცენებად თქვენს გონებაში. თქვენ ქმნით სამყაროებს სიტყვებიდან, პერსონაჟებს მელნიდან. ჰოლოგრაფიული პრინციპი ამბობს, რომ სამყარო აკეთებს რაღაც მსგავს, ქმნის სამგანზომილებიან რეალობას ორგანზომილებიანი ინფორმაციისგან. ჩვენ ყველანი ვართ პერსონაჟები ამ კოსმიურ ნარატივში, წერილები ჰორიზონტის ზედაპირზე. ჩვენ ვისაუბრეთ აკრეციულ დისკებზე და ჯეტებზე, როგორ ქმნიან შავი ხვრელები სტრუქტურებს და ასხურებენ ენერგიას. მაგრამ ეს იგივე პროცესია, რომელსაც ხედავთ ქარიშხალში, ჰაერი, რომელიც სპირალურად მოძრაობს დაბალი წნევის ცენტრისკენ, ქმნის ორგანიზებულ სტრუქტურას ქაოსიდან. ან როცა წყალი ჩამოედინება სანიაღურეში, ის ქმნის ვორტექსს, სპირალურ ფორმას, რომელიც არის სტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ წყლის თითოეული მოლეკულა მუდმივად მოძრაობს. შავი ხვრელის აკრეციული დისკი არის ამის ექსტრემალური ვერსია, სტრუქტურა, რომელიც ჩნდება დინამიკიდან, წესრიგი, რომელიც ჩნდება ქაოსიდან. ყოველ დილას, როცა ადუღებთ ყავას და ხედავთ, როგორ ბრუნავს სითხე ჩიქაში, თქვენ ხედავთ იმავე პრინციპს: როტაცია ქმნის სტრუქტურას, მოძრაობა ქმნის ფორმას. ჩვენ ვისაუბრეთ სინგულარობაზე, წერტილზე, სადაც ფიზიკა იშლება. მაგრამ ეს იგივე პრინციპია, რომელსაც ხედავთ, როცა წყალი ადუღდება, ფაზური გარდამავალი, სადაც თქვენი განტოლებები, რომლებიც აღწერენ სითხეს, აღარ მუშაობენ. ან როცა მაგნიტი კარგავს თავის მაგნიტურობას მაღალ ტემპერატურაზე, კრიტიკული წერტილი, სადაც სისტემის ქცევა რადიკალურად იცვლება. სინგულარობა არის ამის ექსტრემალური ვერსია, წერტილი, სადაც თავად სივრცე დრო გადის ფაზურ გარდამავალში, სადაც ჩვენი განტოლებები აღწევენ თავიანთ ლიმიტს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალობა ჩერდება, ის ნიშნავს, რომ ჩვენი აღწერა ჩერდება, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ენა, ახალი მათემატიკა, ახალი გაგება.
ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ეჯახებით პრობლემას, რომელსაც ვერ ახსნით ძველი მეთოდებით, თქვენ აღწევთ თქვენს პირად სინგულარობას, მომენტს, როცა თქვენი ჩვეული გზა ფიქრისა აღარ მუშაობს. და რას აკეთებთ? თქვენ ეძებთ ახალ პერსპექტივას, ახალ მიდგომას, ახალ გაგებას. სინგულარობა არის სამყაროს გზა იმის თქმისა, ძველი წესები აქ აღარ მუშაობს, დრო დადგა ახალი წესების შესაქმნელად. ჩვენ ვისაუბრეთ გრავიტაციულ ტალღებზე, როგორ ქმნის მოძრაობა ტალღებს სივრცე-დროში. მაგრამ ეს იგივე პრინციპია, რომელსაც ხედავთ, როცა ისვრით ქვას ტბაში, წყალი ქმნის წრიულ ტალღებს, რომლებიც ვრცელდებიან გარეთ. ან როცა საუბრობთ, თქვენი ხმის ბგერები არის ტალღები ჰაერში, რომლებიც ვრცელდებიან თქვენი პირიდან მსმენელის ყურამდე. გრავიტაციული ტალღები არის ამის ექსტრემალური ვერსია, ტალღები არა მატერიაში, არამედ თავად სივრცე-დროში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ მოძრაობთ, თქვენ ქმნით ამ ტალღებს, უსაზღვროდ პატარებს, მაგრამ რეალურებს. თქვენი არსებობა არის არაიზოლირებული, ის არის დაკავშირებული მთელ სამყაროსთან ამოხილავი ტალღების მეშვეობით. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს, კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ არის ყველაფერი დაკავშირებული, პატარა და დიდი, ადგილობრივი და უნივერსალური, ცხოვრება და სიკვდილი. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე ღრმა გაკვირვებამდე, რომელიც აერთიანებს ყველაფერს. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ სამყარო არ არის კოლექცია განცალკევებული ობიექტებისა. ის არის ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული სისტემა, სადაც ყველაფერი გავლენას ახდენს ყველაფერზე. თქვენი სხეული შედგება ატომებისგან, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავებში. ეს ვარსკვლავები ჩამოყალიბდა გალაქტიკებში, რომლებიც ორგანიზებულია შავი ხვრელების გარშემო. ეს შავი ხვრელები შეიქმნა ძველი ვარსკვლავების კოლაფსიდან. და ეს ციკლი, დაბადება, სიკვდილი, ტრანსფორმაცია გრძელდება მილიარდობით წლის განმავლობაში, აკავშირებს წარსულს მომავალთან, აკავშირებს თქვენ სამყაროსთან. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ სუნთქავთ, თქვენ იღებთ ჟანგბადს, რომელიც გამოიმუშავა ხემ ფოტოსინთეზის მეშვეობით. ეს ხე იღებს ენერგიას მზისგან. მზე იღებს ენერგიას ბირთვული შერწყმიდან. ეს შერწყმა ხდება იმიტომ, რომ გრავიტაცია აკუმშავს ატომებს. გრავიტაცია არსებობს იმიტომ, რომ მატერია ხრის სივრცე-დროს. სივრცე-დრო ხრება იმიტომ, რომ ასეა აგებული სამყარო. თქვენი თითოეული სუნთქვა არის ნაწილი ამ კოსმიური ჯაჭვისა, რომელიც აკავშირებს თქვენს ფილტვებს სამყაროს სტრუქტურასთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ შავი ხვრელები შეიძლება იყვნენ თესლები ახალი სამყაროებისა. მაგრამ ეს იგივე პრინციპია, რომელსაც ხედავთ, როცა თესლი იზრდება ხედ პატარა სტრუქტურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, პოტენციალს, მომავალს. თესლი არ არის ხე, ის არის შესაძლებლობა ხისა. სინგულარობა შეიძლება იყოს ამის კოსმიური ვერსია, არა სამყარო, არამედ შესაძლებლობა სამყაროსი, თესლი, რომელიც შეიცავს ყველა ინფორმაციას, ყველა პოტენციალს, ყველა მომავალს. ყოველ დილას, როცა ივიძებთ, თქვენ ივიძებთ პოტენციალით შექმნათ, შეცვალოთ, გარდაქმნათ. თქვენი თითოეული არჩევანი არის თესლი, რომელიც იზრდება მომავლად. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დრო და სივრცე იცვლიან როლებს ჰორიზონტის მიღმა. მაგრამ ეს იგივე პრინციპია, რომელსაც განიცდით, როცა თქვენი პერსპექტივა იცვლება, როცა ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, ხდება უმნიშვნელო და ის, რაც იყო უმნიშვნელო, ხდება მნიშვნელოვანი. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ გადახედავთ თქვენს პრიორიტეტებს, თქვენ გადიხართ პირად ჰორიზონტს საზღვარს, სადაც თქვენი ძველი გზა ფიქრისა აღარ მუშაობს, სადაც თქვენ უნდა იპოვოთ ახალი მიმართულება. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ ეს პრინციპი არის ფიზიკური, არა მხოლოდ მეტაფორული. და აქ არის საბოლოო გაკვირვება, რომელიც აკავშირებს ყველაფერს. შავი ხვრელი არის არა მხოლოდ ობიექტი კოსმოსში, ის არის სარკე, რომელიც ასახავს სამყაროს ბუნებას. ის გვიჩვენებს, რომ რეალობა არის არა სტატიკური, არამედ დინამიური. არა განცალკევებული, არამედ დაკავშირებული. არა აბსოლუტური, არამედ ფარდობითი. არა გარდაუვალი, არამედ შესაძლებლობებით სავსე. ყოველი პრინციპი, რომელიც მუშაობს შავი ხვრელის გულში, გრავიტაცია, დროის დილატაცია, ენერგიის გარდაქმნა, ინფორმაციის შენარჩუნება, მუშაობს ასევე თქვენს ცხოვრებაში, თქვენს სხეულში, თქვენს გონებაში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ აწევთ ხელს, თქვენ ებრძვით გრავიტაციას, იმავე ძალას, რომელიც ქმნის შავ ხვრელებს. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იხსენებთ წარსულს, თქვენ ინახავთ ინფორმაციას იმავე პრინციპით, რომელიც მუშაობს ჰორიზონტზე. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იცვლებით, იზრდებით, ვითარდებით, თქვენ განიცდით ტრანსფორმაციას იმავე პროცესს, რომელიც ხდება სინგულარობაში. თქვენ არ ხართ განცალკევებული სამყაროდან, თქვენ ხართ მისი მიკროკოსმოსი, მისი ასახვა, მისი გზა საკუთარი თავის გაგებისა.
შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს, კითხვა, რომელსაც თქვენ სვამთ საკუთარ თავს, კითხვა იმის შესახებ, თუ რა ხართ ნამდვილად, მატერია თუ ენერგია, სხეული თუ ინფორმაცია, დასასრული თუ დასაწყისი. და როცა თქვენ დგახართ ღამით და უყურებთ ცას, როცა ხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ანათებენ მილიარდობით წლის მანძილიდან, როცა აცნობიერებთ, რომ თქვენი სხეული შედგება ამ ვარსკვლავების მტვრისგან, როცა გრძნობთ, რომ თქვენი არსებობა არის დაკავშირებული ყველაფერთან, წარსულთან და მომავალთან, პატარასთან და დიდთან, ცხოვრებასთან და სიკვდილთან, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ სამყაროს, არამედ თქვენს თავს. თქვენ ხედავთ, რომ შავი ხვრელი არის არა მხოლოდ იქ კოსმოსში, არამედ აქ თქვენში, კითხვა, რომელიც ელოდება პასუხს, საიდუმლოება, რომელიც ელოდება გაგებას, უფსკრული, რომელიც ელოდება შევსებას. რას ნიშნავს იყო ადამიანი სამყაროში, სადაც შავი ხვრელები არსებობენ, სადაც დრო შეიძლება შენელდეს, სივრცე შეიძლება იხაროს, მატერია შეიძლება გარდაიქმნას ენერგიად და ყველაფერი, რაც თქვენ ხართ, შეიძლება გაიჭიმოს უსასრულობაში. რას ნიშნავს იყო ნაწილი ამ კოსმიური ტანცისა, ამ უსასრულო ციკლისა, დაბადებისა და სიკვდილისა, შექმნისა და განადგურებისა, კითხვებისა და პასუხებისა. და როცა თქვენი დრო მოვა, როცა თქვენი ატომები დაბრუნდებიან სამყაროში, როცა თქვენი ენერგია გარდაიქმნება ახალ ფორმებად, როცა თქვენი ინფორმაცია გავრცელდება კოსმოსში, რა დარჩება თქვენგან? რა კვალი დატოვებთ ამ უზარმაზარ, ურთიერთდაკავშირებულ, მარადიულად ტრანსფორმირებად რეალობაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სამყაროს? გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? სიკვდილით, რომელიც არ არის დასასრული. გაჭიმით, რომელსაც არ აქვს საზღვარი. აზრით, რომელიც გრძელდება მილიარდობით წლის განმავლობაში. ახლა, ამ მოგზაურობის ბოლოს, ჩვენ ვიცით, ეს არ იყო მეტაფორა. ეს იყო აღწერა რეალობისა, რომელიც არსებობს შავი ხვრელის გულში, მაგრამ რომელიც ასევე არსებობს ყველგან, თქვენს სხეულში, თქვენს აზრებში, თქვენს არსებობაში. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შავი ხვრელი იყო ობიექტი, რაღაც იქ კოსმოსში დაშორებული და უცხო. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ სხვაგვარად. შავი ხვრელი არის არა ობიექტი, არამედ პრინციპი იმისა, თუ როგორ მუშაობს რეალობა, როცა ის აღწევს თავის აბსოლუტურ ლიმიტს. და ეს ლიმიტი არ არის მხოლოდ იქ, ის არის ყველგან, სადაც რეალობა ეხება საკუთარ საზღვრებს, სადაც ცვლილება ხდება გარდაუვალი, სადაც ძველი ფორმები იშლებიან და ახალი იბადებიან. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და გრძნობთ, რომ თქვენ ხართ იგივე ადამიანი, რომელიც დაიძინა ღამით, თქვენ ვარაუდობთ უწყვეტობას, ვარაუდობთ, რომ თქვენი იდენტობა არის სტაბილური, უცვლელი. მაგრამ ეს არის ილუზია. თქვენი სხეულის ყოველი ატომი იცვლება, თქვენი უჯრედების უმეტესობა განახლდება რამდენიმე წელიწადში, თქვენი აზრები და მოგონებები მუდმივად რეორგანიზდებიან. თქვენ არ ხართ ობიექტი, თქვენ ხართ პროცესი, ნაკადი, ტრანსფორმაცია. ისევე როგორც შავი ხვრელი არ არის ადგილი, არამედ არის მოვლენა, უწყვეტი კოლაფსი, უსასრულო გარდაქმნა, მარადიული კითხვა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, რაღაც, რაც აერთიანებს ფიზიკას და მეტაფიზიკას, მეცნიერებას და ფილოსოფიას, ცოდნას და საიდუმლოებას. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ სამყარო არ არის აგებული პასუხებზე, ის არის აგებული კითხვებზე. ყოველი პასუხი, რომელსაც ვპოულობთ, ხსნისად ახალ კითხვას. ყოველი კანონი, რომელსაც ვაღმოვაჩენთ, მიუთითებს უფრო ღრმა საიდუმლოებაზე. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მეცნიერება არის გზა საიდუმლოების აღმოფხვრისა, გზა სამყაროს სრულად გაგებისა. მაგრამ შავი ხვრელი გვიჩვენებს სხვაგვარად. ის გვიჩვენებს, რომ ყოველი აღმოჩენა არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი უფრო ღრმა კითხვებისა, უფრო დიდი საიდუმლოებებისა, უფრო ფართო ჰორიზონტებისა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ღვთისმწვერვალზე და ფიქრობთ, რომ მიაღწიეთ უმაღლეს წერტილს. მაგრამ როცა აღწევთ იქ, თქვენ ხედავთ, რომ ეს მწვერვალი არის მხოლოდ ერთი მრავალთაგან და თითოეული მწვერვალის მიღმა არის უფრო მაღალი მთები, უფრო ფართო ხედები, უფრო დიდი ჰორიზონტები. ეს არის ცოდნის ბუნება, არა დანიშნულების ადგილი, არამედ უსასრულო მოგზაურობა, სადაც ყოველი ნაბიჯი ავლენს ახალ პერსპექტივებს. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ პატარა პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო, გალაქტიკის პერიფერიაზე, სამყაროში, რომელიც შეიცავს ტრილიონობით გალაქტიკას? რას ნიშნავს იყო ნაწილი ამ უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული, მარადიულად ტრანსფორმირებადი რეალობისა? შავი ხვრელი გვაძლევს პასუხს, არა საბოლოო პასუხს, არამედ მიმართულებას. ის გვიჩვენებს, რომ ჩვენი სიმცირე არ არის უმნიშვნელობა. პირიქით, ის არის კავშირი. ყოველი ატომი თქვენს სხეულში არის ნაწილი კოსმიური ისტორიისა, რომელიც გრძელდება მილიარდობით წლის განმავლობაში. თქვენი ცნობიერება, თქვენი უნარი ფიქრისა, გრძნობისა, კითხვის დასმისა, არის სამყაროს გზა საკუთარი თავის გაგებისა.
ყოველ ჯერზე, როცა თქვენ უყურებთ ცას და ცდილობთ გაიგოთ ვარსკვლავების ბუნება, თქვენ არ ხართ გარე დამკვირვებელი, თქვენ ხართ სამყაროს ნაწილი, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს. თქვენი თვალები შედგებიან ატომებისგან, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავებში. თქვენი ტვინი მუშაობს ელექტრომაგნიტური ძალებით, რომლებიც მართავენ სამყაროს. თქვენი აზრები ჩნდებიან კვანტური პროცესებიდან, რომლებიც არის ფუნდამენტური რეალობისთვის. არ არსებობს საზღვარი თქვენსა და სამყაროს შორის, არსებობს მხოლოდ უწყვეტობა, ნაკადი ურთიერთქმედება. მაგრამ აქ იწყება ყველაზე ღრმა კითხვები, რომლებსაც შავი ხვრელი სვამს, მაგრამ რომლებზეც არ იძლევა პასუხებს. არის თუ არა სინგულარობა ნამდვილად დასასრული, თუ ის არის გარდამავალი, კარიბჭე სხვა რეალობისკენ, სხვა განზომილებისკენ, სხვა სამყაროსკენ. არის თუ არა ინფორმაცია, რომელიც შედის შავ ხვრელში, ნამდვილად დაკარგული, თუ ის რჩება ენკოდირებული ჰორიზონტზე, შენარჩუნებული მარადიულობაში. არის თუ არა დრო ნამდვილად ფუნდამენტური, თუ ის არის ილუზია, ემერგენტული თვისება უფრო ღრმა უდრო რეალობისა. არის თუ არა ცნობიერება უბრალოდ ნერვული აქტივობა, თუ ის არის რაღაც უფრო ფუნდამენტური თვისება, რომელიც ჩაშენებულია თავად სამყაროს სტრუქტურაში. ეს კითხვები არ არის აკადემიური, ისინი არიან ეგზისტენციალური. ისინი ეხებიან იმას, თუ რა ხართ თქვენ, რა ნიშნავს თქვენი არსებობა, რა ხდება თქვენთან, როცა თქვენი ფიზიკური ფორმა იშლება. და შავი ხვრელი, ეს ექსტრემალური ლაბორატორია, სადაც რეალობა აღწევს თავის ლიმიტებს, გვაძლევს ჩარჩოს ამ კითხვების დასმისთვის, თუმცა არ აპასუხებს. ყოველ ღამე, როცა დაიძინებთ და თქვენი ცნობიერება ქრება, თქვენ განიცდით პატარა სიკვდილს, დროებით კარგავთ თქვენს იდენტობას, თქვენს მოგონებებს, თქვენს აღქმას. მაგრამ დილით თქვენ ღვიძებთ და ყველაფერი ბრუნდება. ან ბრუნდება. ადამიანი, რომელიც იღვიძებს, არის თუ არა იგივე ადამიანი, რომელიც დაიძინა. თქვენი ატომები იგივეა, მაგრამ მათი კონფიგურაცია შეიცვალა. თქვენი მოგონებები იგივეა, მაგრამ ისინი რეორგანიზდნენ ძილის დროს. თქვენი ცნობიერება იგივეა, მაგრამ ის გაიარა 8 საათი არაარსებობის. რა არის ის, რაც ქმნის უწყვეტობას, რა არის ის, რაც აკავშირებს გუშინდელ თქვენს დღევანდელ თქვენთან? შავი ხვრელი სვამს იმავე კითხვას კოსმიურ მასშტაბზე. როცა მატერია შედის სინგულარობაში და იშლება, რა რჩება? ინფორმაცია, ენერგია, პოტენციალი. და თუ ეს რაღაც რჩება, მაშინ სიკვდილი არ არის დასასრული, ის არის ტრანსფორმაცია. ისევე როგორც თქვენი ძილი არ არის დასასრული, არამედ არის პაუზა, გადასვლა, მომზადება ახალი დღისთვის. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა, რაღაც, რაც აკავშირებს ფიზიკას პოეზიასთან, მეცნიერებას ხელოვნებასთან, ცოდნას სიბრძნესთან. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ სამყარო არ არის მანქანა, ის არის სიმფონია. ის არის არა მექანიზმი, არამედ არის კომპოზიცია, სადაც ყოველი ნაწილი თამაშობს როლს, სადაც ყოველი ელემენტი აქვს მნიშვნელობა, სადაც ყოველი მომენტი არის ნაწილი უფრო დიდი ნარატივისა. და ამ სიმფონიაში თქვენ არ ხართ მხოლოდ მსმენელი, თქვენ ხართ ინსტრუმენტი. თქვენი არსებობა, თქვენი არჩევანები, თქვენი აზრები და ქმედებები, ყველა ეს არის ნოტები ამ კოსმიურ მელოდიაში. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ქმნით რაღაცას, წერთ სიმღერას, ხატავთ სურათს, აშენებთ სახლს, ზრდით ბავშვს, თქვენ ამატებთ ახალ ნოტს ამ სიმფონიაში. თქვენი შექმნილი არ ქრება, ის ხდება ნაწილი სამყაროს სტრუქტურისა, გავლენას ახდენს მომავალზე გზებით, რომლებსაც თქვენ ვერასოდეს ნახავთ. ისევე როგორც ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდა მილიარდობით წლის წინ, შექმნა ატომები, რომლებიც ახლა თქვენს სხეულშია, თქვენი ქმედებები დღეს შექმნიან ტალღებს, რომლებიც მიაღწევენ მომავალს, რომელსაც თქვენ ვერასოდეს ნახავთ, მაგრამ რომელსაც თქვენ დაეხმარეთ ფორმირებაში. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე პოეტურ გაკვირვებამდე, რომელიც აერთიანებს ყველაფერს. შავი ხვრელი არის არა მხოლოდ ფიზიკური ფენომენი, ის არის მეტაფორა. მეტაფორა ტრანსფორმაციისა, როგორ იშლება ძველი ფორმები და იბადებიან ახალი. მეტაფორა საიდუმლოებისა, როგორ ყოველი პასუხი ხსნის ახალ კითხვებს. მეტაფორა კავშირისა, როგორ არის ყველაფერი დაკავშირებული ყველაფერთან. მეტაფორა პოტენციალისა, როგორ შეიცავს ყოველი დასასრული თესლს ახალი დასაწყისისა. და მეტაფორა სილამაზისა, როგორ შეიძლება რეალობა იყოს ერთდროულად საშინელი და მშვენიერი, განადგურებადი და შემოქმედებითი, დასასრული და დასაწყისი. ყოველ ღამე, როცა უყურებთ ცას და ხედავთ ვარსკვლავებს, ამ სინათლის წერტილებს, რომლებიც ანათებენ სიბნელეში, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ ობიექტებს, არამედ ისტორიებს. ყოველი ვარსკვლავი არის ნარატივი დაბადებისა და სიკვდილისა, შექმნისა და განადგურებისა, სინათლისა და სიბნელისა. და შავი ხვრელი არის ამ ნარატივის კულმინაცია, მომენტი, როცა ისტორია აღწევს თავის ლიმიტს, როცა ძველი თავი სრულდება და ახალი იწყება.
მაგრამ ეს ნარატივი არ არის მხოლოდ იქ, კოსმოსში, ის არის აქ, თქვენში. თქვენი ცხოვრება არის ნარატივი, რომელიც დაიწყო თქვენი დაბადებით და გაგრძელდება თქვენი სიკვდილის მიღმა იმ გავლენაში, რომელსაც თქვენ დატოვებთ იმ ატომებში, რომლებიც დაბრუნდებიან სამყაროში, იმ იდეებში, რომლებიც გავრცელდებიან სხვა გონებებში. შავი ხვრელი არ არის ობიექტი, ის არის კითხვა, რომელსაც სამყარო სვამს საკუთარ თავს, კითხვა, რომელსაც თქვენ სვამთ საკუთარ თავს, კითხვა იმის შესახებ, თუ რა ნიშნავს არსებობა, არა როგორც იზოლირებული ინდივიდი, არამედ როგორც ნაწილი უსასრულო, ურთიერთდაკავშირებული მარადიულად ტრანსფორმირებადი რეალობისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სამყაროს. და როცა თქვენი დრო მოვა, როცა თქვენი ფიზიკური ფორმა იშლება, როცა თქვენი ატომები დაბრუნდებიან კოსმოსში, როცა თქვენი ენერგია გარდაიქმნება ახალ ფორმებად, გახსოვდეთ ეს, თქვენ არ ქრებით. თქვენ ტრანსფორმირდებით. ისევე როგორც ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდება სუპერნოვაში, არ კვდება, არამედ იბადება ახლად, მისი ატომები ხდებიან პლანეტები, მისი ენერგია ხდება სინათლე, მისი ისტორია ხდება ნაწილი კოსმიური მეხსიერებისა. თქვენი სხეული დაბრუნდება დედამიწაზე და გახდება ნიადაგი, რომელიც გამოკვებავს ხეებს. თქვენი ატომები გავრცელდებიან და გახდებიან ნაწილი ახალი სიცოცხლისა. თქვენი იდეები გაგრძელდებიან იმ ადამიანებში, რომლებსაც შეხვდით, იმ სიტყვებში, რომლებიც თქვით, იმ ქმედებებში, რომლებიც განახორციელეთ. ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და იწყებთ ახალ დღეს, თქვენ იღვიძებთ არა როგორც იზოლირებული ინდივიდი, არამედ როგორც ნაწილი ამ უსასრულო ციკლისა დაბადებისა და სიკვდილისა, შექმნისა და განადგურებისა, კითხვებისა და პასუხებისა. და ამ ციკლში თქვენი როლი არ არის უმნიშვნელო. თქვენი არსებობა, თქვენი უნარი ფიქრისა, გრძნობისა, შექმნისა, სიყვარულისა, არის სამყაროს გზა საკუთარი თავის გაგებისა, საკუთარი თავის გამოხატვისა, საკუთარი თავის ტრანსფორმაციისა. შავი ხვრელი გვიჩვენებს, რომ დასასრული არ არის დასასრული, ის არის გარდამავალი. რომ სიკვდილი არ არის განადგურება, ის არის ტრანსფორმაცია. რომ საიდუმლოება არ არის დაბრკოლება, ის არის მოწვევა. და რომ ჩვენი სიმცირე არ არის უმნიშვნელობა, ის არის კავშირი, ნაწილობა, ჩართულობა უზარმაზარ, მშვენიერ, საშინელ, შემოქმედებით, განადგურებად, მარადიულად ტრანსფორმირებად რეალობაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სახლს. და ამიტომ, როცა დგახართ ღამით და უყურებთ ცას, როცა ფიქრობთ შავ ხვრელებზე, ამ უფსკრულებზე, სადაც დრო სრულდება და სივრცე იშლება, ნუ იფიქრებთ მათზე როგორც საშინელებაზე. იფიქრეთ მათზე როგორც სარკეებზე, რომლებიც ასახავენ თქვენს საკუთარ ბუნებას, თქვენს საკუთარ პოტენციალს, თქვენს საკუთარ კავშირს უსასრულობასთან. იფიქრეთ მათზე როგორც მასწავლებლებზე, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ყოველი დასასრული არის დასაწყისი, რომ ყოველი კითხვა არის კარიბჭე, რომ ყოველი საიდუმლოება არის საჩუქარი. და იფიქრეთ მათზე როგორც მოწვევაზე იცხოვროთ სრულად, შექმნათ გულდასმით, იყვნენ ნაწილი ამ კოსმიური სიმფონიისა, არა როგორც პასიურმა მსმენელმა, არამედ როგორც აქტიურმა მონაწილემ, ინსტრუმენტმა, რომელიც უკრავს თავის უნიკალურ მელოდიას უსასრულო, ურთიერთდაკავშირებულ, მარადიულად ტრანსფორმირებად რეალობაში. შავი ხვრელი არ არის ობიექტი. ის არის კითხვა. და პასუხი არ არის იქ, სინგულარობაში. ის არის აქ, თქვენში, თქვენს არჩევანში იცხოვროთ, შექმნათ, იყვნენ ნაწილი ამ უსასრულო, მშვენიერი, საშინელი, შემოქმედებითი, განადგურებადი, მარადიულად ტრანსფორმირებადი საიდუმლოებისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ არსებობას.